ზურაბ ვაზაგაშვილის მამა პრეზიდენტსა დავანო მერაბიშვილს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს. იური ვაზაგაშვილი ამტკიცებს, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა მისი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე გიორგი ცააძე შეიწყალა. მოკლულის მამის განმარტებით, ჩინოვნიკები კრიმინალებს თავის გადარჩენის მიზნით იწყალებენ, რათა დამნაშავეების დაკითხვის შემთხვევაში პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობა არ გამოიკვეთოს, აცხადებს იური ვაზაგაშვილი. იქ უნდა იყოს ჯგუფი, კომისია. შეიძლება თუ არა სამტრედიის გამგებელი იმერეთის ახალი გუბერნატორი რაიონში ჩავიდა. ვახტანგ ბალავაძე დახურულ კარს მიღმა საკრებულოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რწმუნებულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამსახურების უფროსებს რეგიონში დაწყებული პროექტების გაგრძელებაზე ესაუბრა. ახლა დანიშნულმა გუბერნატორმა არც ის გამორიცხა, რომ უახლოეს დღეებში მოქმედი გამგებელი კობა კანდელაგი ყოფილმა პარლამენტარმა ავთანდილ სტორუამ ჩაანაცვლოს. საუბრობდით 2013 წლის პრიორიტეტები რა უნდა იყოს, აქ არის საუბარი როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე სხვა სახის პროექტებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებში. სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მქონდა რომ ეს დახურული ყოფილიყო, ბოდიში ხდით, შემდგომ შეგიძლიათ ნებისმიერ, ჩვენი მთავარი მიდგომა არის, ჩვენ დასამალი არაფერი არ აქვს.